ლაპარაკობთ. ლულაზე წინა ესეთი რაღაც უყენია. ამერიკულად ამას ჩიტის ბუდეს ეძახიან. ამ შემთხვევაში ეს არ არის გამართლებული რაც უყენია, იმიტომ რომ ეს არის ნახევრად ავტომატური იარაღი. ამის ახლა მუღამი რა არის? შეხედეთ ქვემოდან თლიანი რკინა უყენია და მე არის დაჭრილი. ანუ ავტომატურ რეჟიმში როცა ისვრით ტენდენცია აქვს რომ იარაღი წაიღოს ზემოთ და მარჯვნივ. ანუ აი ესე მიაქ. ან თუ ესე კალაშნიკოვს ამას მაინც ზემოთ წაიღებს. დაბლა რომ დაკაჭო და სროლის დროს ავტომატური სროლის ლულა სტაბილური იყოს. უყურეთ, აქედან გაზი ვერ გამოდის, იმიტომ რომ თლიანია და დანარჩენი ყველა მხრიდან გაზი გამოდის. ანუ გაზ ზემოთ აფრქვევს, აი ესე ზემოთ აფრქვევს და ქვემოთ რო ვერ აფრქვევს, ის გაზი ქვემოთ აწვება იარაღს და სტაბილურ სახდის რო ერთ ადგილზე იდგეს. მართალია ნახევარად ავტომატურია, მაგრამ თუ თითი გაწაფული აქვს, შეგიძლიათ ისე ისროლოთ, რომ ჩვეულებრივი ობივატელი ვერც მიხვდები ხა თქვენ ავტომატურს ისვრით თუ თითით საფრთხეს აკეთებთ, ანუ რა მიაყარეთ. ხარისხი დაფარო აქ ძალიან მაგარი. ანუ ხელს რომ მოკიდეთ, პირდაპირ იგრძნობთ რა. პიკატინის თამასას ხელი აუსვით, აი ესე